ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოალვანში ქალთა კოოპერატივი ალვანი ნატურალური ჩურჩხელის წარმოებას იწყებს. ჩურჩხელის, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე გავა. ეს არის ნატურალური პროდუქცია, რომელსაც ვადუღებ და ყველა პროცესში ჩართულები ვართ. აქ არანაირი მინარევი არაფრის არ ხდება, მხოლოდ ეს არის ყურძნის წვენი და აქედან გვჯერა, რომ ჩვენი პროდუქცია დაემკვიდრებს თავის ადგილს, ვინაიდან მონატრებულია ხალხი ნატურალურ პროდუქციას. ნატურალური კახური ჩურჩხელის დასამზადებლად კაკლის დამტვრევა, გადარჩევა და სხვა ძირითადი სამუშაოები ხელით სრულდება. ადგილზე ამზადებენ ბატაკსაც. ადგილობრივად ვყიდულობთ კაკალს, ვამტვრევთ, მე ვარჩევთ და ვასხავთ ამ ჩურჩხელას. ყველაფერს ხელით ვასრულებთ. ყველაფერი არის სუფთა, არანაირი შინაარევები. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ნამუშევარი ჩურჩხელა დიდ მოწონებას დაიმსახურებს, გავა საზღვარგარეთ. კოოპერატივში ამბობენ, რომ ჩურჩხელა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ქართულმა ჩურჩხელამ დიდი მოწონება დაიმსახურა ბრიუსელში გამართულ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გამოფენაში და კოოპერატივმა პირველი შეკვეთაც მიიღო. ჩვენ ვიყავით ბრიუსელში, სადაც ჰქონდა 10,000-მდე ჩურჩხელის შეკვეთა, მაგრამ ვინაიდან ისეთ ოჯახურ პირობებში ვამზადებთ, ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს, რომ დავამზადოთ თვეში 10,000 ჩურჩხელა და რასაკვირველია ვაპირებთ გაფართოებას. ეხლა 23 ნოემბერს მივდივართ აკაში, სადაც ალბათ იმედია, იქაც გამოფენა არის ჩვენი და იქაც ალბათ გექნება შეკვეთები ჩურჩხელის. მოგეხსენებათ, საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია ჩურჩხელა, მით უმეტეს კახეთის რეგიონისთვის და ჩვენ სახელმწიფო და არა მხოლოდ სახელმწიფო ყველანაირად ვეცდებთ, რომ და ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებად ხარში დაუდგეთ ჩვენს კოოპერატივს. ქალთა კოოპერატივი ალვანი 2014 წელს ომის ქვრივთა ასოციაციის წევრების მიერ დაარსდა. კოოპერატივს დღეისთვის დაახლოებით 3,000 ნატურალური ჩურჩხელა აქვს დამზადებული.